აკავშირებს სრულიად საქართველოს მოსახლეობას. ეს არის ღვთის სიტყვა. მე ვარ თენვარი ღვთისა და უფალ იესო ქრისტეს ერთგული მეომარი ბოროტებასთან ბრძოლაში. ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, მე ვიმყოფები დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე წმინდა ადგილზე, უფალ იესო ქრისტესა და ჩვენი წმინდანების დიდების მემორიალთან, რომელსაც საქართველოს მატიანე ეწოდება. ჩემო თანამემამულენო, ყველაფერი ღვთის კანგებით ხდება. სწორედ ამ წმინდა ადგილიდან მინდა გავუწყოთ მოვლენის შესახებ, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოს მოსახლეობისათვის, ასევე მთლიანად კაცობრიობისათვის. ღვთის უდიდესი წყალობითა და უფალ იესო ქრისტეს მადლით საქართველოში ახალი ერა იწყება. ახალი ცივილიზაცია მკვიდრდება, რომლიდანაც შემდეგ მთელმა მსოფლიომ უნდა აიღოს მაგალითი. ეს ნიშნავს იმას, რომ ღვთისა და უფლის სამსჯავრო დედამიწაზე საქართველოდან იწყება. მინდა მთელი მსოფლიოს გასაგონად ხმამაღლა წარმოვთქვა მარადიული სახარებიდან იოანეს გამოცხადების ერთი აბზაცი. გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, ვინაიდან დადგა მისი სამსჯავროს ჟამი. თაყვანიეცით ცისა და დედამიწის ზღვისა და წყალთა წყაროების შემქმნელს. ჩემო ძვირფასებო, უღმრთოებამ და ურწმუნოებამ დედამიწაზე საშიშ ნიშნულს მიაღწია. ეს გარკვეულწილად განპირობებული იყო იმის გამო, რომ კაცობრიობისათვის დღემდე შეუცნობელი რჩებოდა სახარებიდან იოანეს გამოცხადება, ეგრეთ წოდებული იოანეს აპოკალიფსი. მინდა ყველას გახაროთ, რომ დღეს ეს პრობლემა აღარ არსებობს. იოანეს გამოცხადების ყველა ძირითადი თავი გაშიფრული და შეცნობილია. ყველაფერი, რაც იოანეს გამოცხადებაში წერია, სიტყვით შეესაბამება კაცობრიობის განვლილ და დღევანდელ ყოფას. ამასთანავე წარმოადგენს საგზაო რუკას, თუ როგორ უნდა იცხოვროს კაცობრიობამ დღის შემდეგ. ახლა მოდით ერთად გავიხსენოთ, რას დაპირდა იესო ქრისტე თავის მოწაფეებს ჯვარზე გაკვრის წინ. იესო ხპირდება ნუგეშის მცემლის გამოგზავნას. პუნქტი 8. და როდესაც ის მოვა ამ ხელს ღვთისმოფეს ცოდვის გამო, რომ არ მიწამეს, სიმართლის გამო, მამასთან რომ მივდივარ და ვერასოდეს მიხილავ, სამსჯავროს გამო, რომ მთავარი ამ ღვთისმოფლისა მსჯავრდებულია. როცა მოვა იგი სული ჭეშმარიტებისა, შეგიძლიათ ყოველ ჭეშმარიტებაში თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც ისმენს და მომავალს გაუწყებთ თქვენ. იგი განმადიდებს მე, რადგან ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ. ყველაფერი, რაც მამას აქვს, ჩემია. ამიტომ გითხარით, ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ მეთქი. ჩემო ძვირფასებო, ყველაფერი ის, რასაც მე თქვენ გესაუბრებით, მეუწყა სწორედ უფალ იესო ქრისტესაგან სული წმინდის მეშვეობით, იმ მრავალჯერადი გამოცხადებებითა და ხილვებით, რომელიც მე მქონდა ბოლო 2 წლის განმავლობაში. მეც თქვენსავით ცოდვილი ვარ, მაგრამ ბოლო 2 წელია ისე დაუახლოვდი ღმერთს, რომ ღვთისშვილად მაგცია. სული წმინდის მეშვეობით შევძელი გამეშიფრა და შემეცნო იოანეს გამოცხადების ყველა თავი. ჩემო დებო, ძმებო, შვილებო, ყველა ის უბედურება, რაც დღეს ჩვენ გვჭირს, არის უღმერთობისა და ურწმუნოების ბრალი. მოდით გავეცნოთ იმ სავალალო მდგომარეობას, რომელიც შექმნილია ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. 2014 წლის მარტის ბოლოს ილია მეორე მიქადაგა. ციტირებ, ჩვენ ცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ცოდვად აღარ ითვლება, როცა პირიქით სიკეთე უარყოფილია. ციტატის დასასრული. 2015 წლის თებერვლის ბოლოს გაკეთებული განცხადება, ციტირებ, არ ყოფილა კაცობრიობა ესე სულიერად დაცემული ყოფილიყოს, როგორც დღეს არის. ადამიანი დღეს მხოლოდ მატერიალურზე ფიქრობს და ვერ ხვდება, რომ სულიერად დაცემულია. ციტატის დასასრული. და ბოლო 13.03.2015 დეკანოზი ელიზბარ დიაკონიძე გაზეთ ალიასთან ინტერვიუში აცხადება, ციტირებ, ეკლესიაში განხეთქილება არსებობს, რომელიც ჯერ გულმოდგინედ იმალება, რადგან მისი უწმინდესობა ცოცხალი გახლავთ. დღეს ეკლესიაში ოდნავ ჩახედული ადამიანი რომ გულით ლოცულობ. ღმერთო დიდხანს გვიცოცხლეო ჩვენი პატრიარქი. ეს იმიტომ რომ იცის რა მოხდება მერე. დაჭამენ ერთმანეთს მიტროპოლიტები, ეპისკოპოსები და ასე შემდეგ, ეგრეთ წოდებული გენერალიტეტი. ჩამქრალი პატრუქის გამოსხივება გინახავთ? ჭრაკი ჩამქრალია, არაფერს ასკივებს და აი ესე ვართ ეხლა დღევანდელი ეკლესია. ციტატის დასასრული. ეს არის აღიარება იმისა, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ქმედით უუნარო გახდა. ეს არის იესოს წინასწარმეტყველების აღთენა ტაძრის დანგრევაზე. ეს არის გატიალება და წაბილწვა ქართული ეკლესიისა.
ის რომ დღეს საქართველოში სიკეთე უარყოფილია. ცოდვად აღარ ითვლება, რომ ხალხი სულიერად დაცემულია, რომ ღვთის ეკლესია ეგრეთ წოდებული გენერალიტეტის ხელშია. ეს არის იმის უტყუარი ფაქტი და დასტური, რომ ჩვენს ეკლესიებში ქრისტეს მოძღვრება არ ისწავლებოდა. ეს არის დასტური იმისა, რომ ჩვენ არ გვწამს და ვერ აღვიქვით ქრისტე. იმიტომ რომ სადაც ქრისტე წამ, იქ გენერალიტეტები არ არსებობენ. იქ ჭრაქი არასოდეს არ ქრება. იქ არასოდეს არავინ არავის დასაჭმელად არ ემზადება. იქ სულიერად დაცემულები კი არ არიან, არამედ სულიერი ცხოვრებით ხარობენ. ქრისტეში მონათლულები კი ცოდვებს უკუდებიან და აღარ სცოდავენ. ჩვენ ხალხო ცოდვებს კი არ ვუკუდებით, ცოდვებში ვართ ხელამდე ჩაფლული. ცოდვებით საზრდო, ცოდვებით ვიკვებებით. ჩვენთან ყვავის მხოლოდ ხორციელი საქმეები. ის სიძულვილი, ზიზღი, გაუტანლობა, რაც ჩვენ საზოგადოებაშია დამკვიდრებული. ის დაუსრულებელი სერია მკვლელობებისა, თვითმკვლელობებისა, ძალადობისა, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად გვამჩნევენ მედია საშუალებები, არის სწორედ ეგრეთ წოდებული გენერალიტეტის კისერზე, რომელთაც ერის სულიერი აღზრდა ევალებოდათ. ჩვენთან არ არსებობს სულიერი ნაყოფი. სად არის სათნოება, სიკეთე, სიხარული, მშვიდობა? ჩვენი ქცევებით დღესაც გაკრული გვყავს ჯვარზე ქრისტე. დღესაც შეურაცხყოფ, თაფეში ვცემთ, ვაგინებთ და ვაფუძნებთ. აქედან დასკვნა, ეგრეთ წოდებული გენერლები 10 წლეულების მანძილზე ღმერთს კი არ ემსახურებოდნენ, არამედ თავიანთ მუცლებს და გულისწყნებს. აი რატომ ვართ ქართველები დაგსაქსულები, დახლეჩილები, გაბოროტებულები და გათითოკაცებულები. ქართველებო, რა ვქნათ, გავაგრძელოთ ასე. დაველოდოთ ეგრეთ წოდებულ გენერალიტეტ როდის დაჭამენ ერთმანეთს და კიდევ უფრო ამოსვლიან ლაფში ჩვენს ეკლესიას, ისტორიას, ჩვენი გმირი წმინდანების სულებს, ქრისტეს რჯულსათვით უზენაეს ღმერთს. არა, ეს ამაოება უნდა დავასრულოთ ჩვენ ყველამ ერთად. პეტრე მოციქული გვაფრთხილებდა, რომ უფლის სამსჯავროს მოსვლა სარწმუნოა. გავიხსენოთ რამდენიმე პუნქტი. უპირველესად იცოდეთ, რომ უკანასკნელ დღეებში მოვლენ დაცინვით დამცინავნი, რომლებიც თავისი გულისწყებისამებრ იქცევიან, რადგან მათგან რა კი ასე სურთ, დაფარული რჩება, რომ თავდაპირველად სანი და დედამიწა დაარსდა ღვთის სიტყვით, წყლისაგან და წყლით, რომელთა მეშვეობითაც მოისპო მაშინდელი წუთისოფელი წარღვნის წყლით, ხოლო ახლანდელი სანი და დედამიწა, რომლებიც ამავე სიტყვით ინახება, გამზადებულია საცეცხლოდ, უხთო კაცთა განკითხვის და მოსპობის დღისთვის. ხოლო უფლის დღე ქურდივით მოვა და მაშინ ზეცანი გრგვინვით გადაივლიან, გავარვარებული საწყისები დაიშლებიან, დედამიწა და მისი საქმენი რაც მასზეა გადაიბუგება. ჩვენ ველოდებით ახალ ცას და ახალ დედამიწას. თუ კი ყველაფერი ასე დაინგრევა, როგორღა უნდა იყოს წმინდა ქცევასა და ღვთის მოსავალობაში. რა კი ელით და ესრაფით ღვთის მოსვლის დღეს, როცა ალმოდებული ცანი დაირღვევიან, ხოლო კავშირნით დაიწვევიან და დადნებიან, ხოლო ჩვენ მისი აღთქმისამებრ მოველით ახალ ცათა და ახალ დედამიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე. ჩემო კარგებო, უფლის დღე მოსულია, უფლის სამსჯავრო იწყება, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტის სიტყვა სიტყვით ახდენა იწყება. ზემოთ ვახსენე და კიდევ გავიმეორებ, ქრისტეს დედამიწაზე ნურავინ ელოდება, ჩვენ მას ვერასოდეს ვიხილავთ. უფალი ზემოდან წარმართავს ყველა ამ პროცესებს და ჩვენ იესო ქრისტეს ერთგული მეომრები და მსახურები აღვასრულებთ მის ნებასურველს. მივმართავ იმ ადამიანებს, ვინც ქართულ ეკლესიაში ჭრაქი ჩააქრო და ღვთის ეკლესია ჩააბნელა. საქართველოში დამთავრდა ის დრო, როცა ადამიანები ჩაქოლვით, ხოცვით და ჟლეტით ერთმანეთს სიცოცხლეს უსპოვდნენ. თქვენი სიცოცხლე მინდობილია უფალ იესო ქრისტეზე, რომელსაც მთელი ცხოვრება ეწინააღმდეგებოდით და უგულებელ ყოფდით. პირველი, დაუყოვნებლივ დატოვეთ ეკლესიები. მეორე, ახლა მაინც, როცა იოანეს გამოცხადება მთლიანად შეცნობილია, იცამეთ ღმერთი, გულწრფელად აღიარეთ ყველა ცოდვა და დანაშაული, მოინანიეთ და შენდობა თხოვეთ უფალს. მხოლოდ ამ შემთხვევაში თქვენ კიდევ გრჩევათ გადარჩენის რაღაც შანსი. ყველა სხვა შემთხვევაში ამ წუთისოფელში თქვენ განწირული ხართ მართლმსაჯულებისთვის, ხოლო იმ წუთისოფელში ჯოჯოხეთისთვის.
მიუხედავად ყველაფრისა, მე გისურვებთ, როგორც თქვენსავით, უხდო სწავლემ დაამთავრა სიცოცხლე პავლე მოციქულობით, ასევე დაგემთავრებიოთ თქვენს. ახლა კი მოუწოდებ პირველი რიგში ჟურნალისტებს, სტუდენტებს, პროფესორ მასწავლებლებს, სასულიერო პირებს განურჩევლად სარწმუნოებისა და მწამსისა, ვინც კეთილსინდისიერად აღავლენდა ღვთისმსახურებას, თეოლოგებს, მეცნიერებს, ასტროლოგებს, ისტორიკოსებს, მთლიანად საქართველოს მოსახლეობას. დავანებოთ მე ასე ხარისხოვანი თემების განხილვას თავი. ჩვენ მსოფლიოს უძველეს ერს შევქცევს უნარი, სრულიად ცივილურად დავსხდეთ, განვიხილოთ, გავსაჯოთ რა და როგორ. იოანეს გამოცხადების გაშიფრვამ ცნობილი გახადა ჩვენი ქვეყნის ბედნიერი მომავალი. ამიტომ დაუყოვნებლი უნდა დავიწყოთ წინასწარმეტყველების ახდენა საქართველოს გაბრწყინებაზე. ჩვენ უნდა ავახდინოთ საქართველოზე თქმული ყველა წინასწარმეტყველება, დაწყებული ძველი აღთქმის დანიელის წინასწარმეტყველებიდან დამთავრებული ახალი აღთქმის იოანეს წინასწარმეტყველებებით. ჩვენ ამაოდ ვეძებთ ხსნის გზას დასავლეთში, ჩრდილოეთში და სხვაგან. ჩვენი ქვეყნის ხსნის და ბედნიერების ერთადერთი გზა არის უფალ იესო ქრისტეს გზა. ჩვენ უნდა გავყვეთ ამ გზას და ვიაროთ უფლის დიდებით. სწორედ უფლის დიდებით შევძლებთ დავამკვიდროთ საქართველოს მიწაზე მშვიდობა, ურთიერთსიყვარული, ურთიერთპატივისცემა. ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ უფლის კალთის ქვეშ, რადგან უფალი გვასწავლის, ყოველი სამეფო თავისი წინააღმდეგ დაყოფილი გაუდაბურდება და ყოველი ქალაქი და სახლი, რომელიც დაიყოფა თავისი წინააღმდეგ, ვერ გაძლევს. ჩემო თანამემამულენო, საქართველოში უფალ იესო ქრისტეს მმართველობა იწყება. როგორც სახარება გვასწავლის, პირველობა ყველაფერში იესოს უნდა დავუთმოთ. ჩვენი უფალი ღმერთი, მეფე და მღვდელმთავარი ამიერიდან იესო ქრისტე იქნება, რაც არის საფუძველი ძალიან მალე მთელ მსოფლიოში მისი მმართველობისა. ეს არის გარანტი საქართველოში ბოროტების სამუდამო დამარცხებისა. ეს არის გარანტი საქართველოს სიკეთის, სათნოების, სიხარულისა და სიმშვიდის ქვეყნად გადაქცევისა. ჩვენ ვართ ღვთის წილხვედრიერი და ჩვენ ყველა უნდა აღვასრულებდეთ ღვთისა და უფლის ნებასურვილს, რათა საქართველო იყოს გაბრწყინებული უკუნითი უკუნისამდე. მოგიცოდებთ ყველას, გაავრცელეთ ეს მიმართვა ყველგან, სადაც ხელი მიგიწვდება. თუ გინდათ რომ ცხონდეთ და ღვთის მადლი გადმოვიდეს თქვენს ოჯახებზე, თუ გინდათ რომ თქვენი შთამომავლობა იყოს ბედნიერი სამარადისამოდ. დიდება უზენაეს შემოქმედ ჩვენს მამა ღმერთს ესოდენ დიდი წყალობისათვის. დიდება უფალ ღმერთს იესო ქრისტეს ესოდენ დიდი მადლისთვის. ამინ. თიმჩნევიდან მესამე